უამრავი საქმე მაქვს. ოთახი უნდა დავალაგო, 2 შემაჯამებლისთვის უნდა მოვემზადო. ის წიგნი უნდა წავიკითხო წინა კვირას რომ დავიწყო და დედაჩემს საჩუქარი უნდა უყიდო. ასე თუ გავაგრძელებ ამდენ სტრესს ვეღარ გავუძლებ და გადავიწვევი. ხშირად როცა ადამიანები თავს მოტივირებულად და ენერგიულად გრძნობთ, ბევრ პასუხისმგებლობას ერთად ვიღებთ. შემდეგ გვიჭირს ყველაფრისთვის დროის გამოყოფა. ზედმეტად ვიღლებით და ვისტრესებით. მეც ასე დამემართა. მე სწავლაც გამიჭირდა, მუშაობაც და ჩემს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაც. ჯანმრთელობაც ძალიან დამიზიანდა. სულ თავი მტკიოდა და ვერასდროს ვიწინებდი. ემოციების კონტროლიც მიჭირდა. პატარა რაღაცებზეც ვფრასდებოდი და მეგობრებთანაც ხშირად ვჭუბობდი. თუ შენც ასეთ სიტუაციაში ხარ, რჩევებს მოგცემ, რომ უფრო მარტივად გაუმკლავდე ამ ყველაფერს. პირველი, ეცადე დაალაგო პრიორიტეტები. ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ. ჩამოწერე რა არის მნიშვნელოვანი და რამ შეიძლება მოიცადოს. ასე მოახერხებ, რომ დრო სწორად გადაანაწილო და ბევრი რამ ერთად არ აკეთო. მეორე, დღეში რამდენიმე საათი გამოითავისუფლე იმისთვის, რომ აკეთო ის, რაც გიყვარს და გსიამოვნებს. ასე შენი ცხოვრება to-do list-ს არ დაემსგავსება. და ისე, შენ ყოფილ ხარ გადაღლილი? დაგვიწერე კომენტარებში.